მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ახალი YouTube არხი შუქურა და მე მისი წამყვანი ლევანი ვარ. დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ, ზემითულა. ხო, დაოჯახების ფენომენზე. შენ მაგივრად სხვა რო ოჯახდება რა და უკვე ყველაფერი დაგეგმილია შენ გარშემო რა უნდა გააკეთო. ბიჭო, აქ იმენა ხა ჩაწერა მინდა, მაგრამ უფანში იმენა 500 კაცია. მე მოიმთავრეთ რა თვიჟენია რა ბიჭებო რა. საზღარი გემოგ. არუდილოსა, ჯამას ჩამოვხალავ მაინც რა, ხელი მეშლებაში. რატო სომას? ჩაიში იმდენი რაღაცა მიყრია, იმედია კბილში არ მაქვს რამე. წევიდნენ და ვიცხო. ხო და სად ვიყავი? როცა 20 წელს ავწდი, მაშინ ვიგრძენი პირველად რას ნიშნავს მეიყვანე ცოლის ტვინის თაოფა. ანუ უფროსი თაობის წარმომადგენლები ინტენსიურად იწყებენ მეიყვანე ცოლის კამპანიას. კაი, გამიგე რომ ახლობელი ადამიანი მაგას გეტყვის რამდენჯერმე, გასაგები მომენტია, მაგრამ აი შორეული ნათესავის შორეული ძმაკაცი რომ მაგას გეუბნება ცოლი მეიყვანეო, ბიჭო, ტეხავს უკვე რა ხდება? ანუ ვერ ხვდები რატო არის ჩემი ნათესავი ჩემ თან უფრო ახლოს, ვიდრე ის ვინც უნდა იყოს რეალურად. არასდროს არ გამჩენია იმის სურვილი, რომ მეიყვანე ცოლი ამიგა, ანუ ბიჭო, რაც გინდა ისქენი, გინდა ცოლი მოიყვანე ძმაო. გინდა ხეზე დაქორწინდე. შენი ნება, შენი ცხოვრება, შენი ხედვა და როგორც საჭიროდ ჩათვლა ეგრე უნდა მოიქცე. ანუ შენ მაგივრად ვერავინ ვერ მოულის, ვერც იმ ცოლ შვილს, და შენ მაგივრად არავინ არ ატარებს შენ ჯვარს. ვინც ახლოს არის, ახლა ვისთანაც მეკუთვნის საუბარი, მიკითხია რომ აი რატო ესე რა, ანუ რა გაინტერესებს შენ, ანუ მიცოლს მოიყვანე, არ მოიყვანე, რატო გაინტერესებს ესე აგრესიულად. ისეთი უცნაური პასუხები გავიგე, რომ აი პური ბაჭა მე ახალი რძალი გვინდა, ახალი ბავშვი გვინდა, ახალი ის გვინდა. ზოგჯერ დავიყრება რჩება, რომ ერთმანეთი გაჭორეს უკვე საკაიფოდ და ახალი ადამიანი უნდათ, რომელიც ერთგვარი მსხვერპლი უნდა იყოს რა. ვისაც აგებენ ამ რაღაც საოცარ თეორიებს და ერთი რამდენიმე წელი იცხოვრებენ. მეორე თემა ის გავიგე, რომ კაი кейფი გვინდა ამდენი დედამული ცხოვრება. ანუ ბიჭო, თუ кейფი გინდა წამწავიდეთ და ვიქეიფოთ, ანუ ცოლს რატომ ატენი? გამიგია რომ რაღაც 25-30 წლის ადამიანმა ცოლი მოიყვანოს, გასაგებია, მაგრამ რო ხარ 18 წლის და 20-ის, ანუ რა ცოლი კი არა ბიჭო, წადი ისწავლე. რა ის ცოლი? ძალიან პატარა ხარ მაგ პასუხისგებლობისთვის რა, სულ რო მილიარდელი იყო და არანაირი საშიშროება არ არსებობდეს იმის რომ ოჯახს ვერ არჩენ. ანუ ბიჭო, არ ხარ მენტალურად მზად მაგისთვის. არა ბავშვი ხარ, რომელსაც ჯერ ბევრი რამე არ უნახავს. 20 წლისა გამოცდილი ადამიანი მე არ მინახავს. ჩემ მაგალითს რო გითხრა 20 წლის ბიჭი არის რა, სულთა გამოცდილი რა. მე რაღაცებში ძალიან მაგარი იყო, მაგრამ ცხოვრებისთვის პატარა ხარ ხდები და როგორია რომ სულწლოვანი ხარ, ჯერ ხარ საკმაოდ ბეცი ბევრ რამეში. ხო და ბევრ რამე არ გინახავს ადამიანის დანაკარგი არ გინახავს, ჯანმრთელობის სირთულეები არ გინახავს. კაროჩი, ბევრი რაღაცა არა. 20-დან 30 წლამდე ძალიან ბევრი რამე ხდება ცხოვრებაში. გაძალებენ რომ არ იქა მეიყვანე ცოლი. არის კატეგორია რომელიც გეუბნება რომ ცოლი მეიყვანე, არ მეიყვანო და მიდის თავის გზაზე. უბრალოდ ამბობს, იმიტომ რომ უკვე ჩვევა არის რა. რა უმჭირს ელსეჩე, ამოჭარის ბრალია. რამძულს ჩემ. აუ რა იმენა შაინინგი აცვია ტიპს. მე სახეში მიყურებს. მიბძანდია რა ქალბატონი რა. სახეში მიყურებს არა ეს ვისწავლე ჩემთვის საცოდავი ბერიკაცის სიტყვები. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ახ ჩემი ცრემლი მოხდა. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც დავამოღამე რა. არის კატეგორია რომელიც ჩვეულებრივი ეუბნება რა ცოლი მეიყვანე არ მეიყვანო და მიდის. ანუ უბრალოდ ამბობს ამას იმიტომ რომ ყველა ამას ამბობს და რატო იყოს ის გამონაკლისი, მაგრამ არის კატეგორია რომ გეუბნება რომ ცოლი მოიყვანეო რა. რო ეკითხები რა გინდაო? რა მინდობს ცოლი მოიყვანე, საბჭობოს ხალატია, ფედერასტი ხარ. ანუ იმენა გიტევს რა და ამერმა თუ არ გაამართლა, მე უკვე პიროვნულ შეურაცხყოფაზე გამოდის რომ რა კაცი ხარ და რა გიშენებია ცხოვრებაში და რა მნიშვნელობა აქვს ცხოვრებას თუ მაგას არ გააკეთებ. ბიჭო, რატო შემეთი ეხა გავხდი 20-ის? აგრესიულები რატო არიან რა, ეს კატეგორია. რეალურად თვითონ არ უნდა ცოლის მოყვანა, მოიყვანეს იმიტომ რომ სოციალურ წნეხს ვერ გაუძლეს და დღეს ამქაქებულები არიან იმ ადამიანებზე, რომლებიც ხვდებიან რომ ჯერ დრო უნდა გამოიყენონ განვითარებისთვის და მერე დაოჯახდნენ. მე გითხავს ძალიან მკაცრად უყურებ და აი ძალიან ახლობელიც რო იყოს, უკვე დისტანციას ვიჭერ და მეთქი შენი ადგილი კონდეს რა. ჩემთან ეგრე ახლოს ვეღარ მოხვალ. გავსით იმის ადამიანმა არ იცის შენი პირადი სივრცის პატივისცემა და უნდა ასწავლო. და თუ არ ისწავლის, მაშინ თავის გზაზე წავა რა. ხუმრობათ იყოს, ანუ ეხა 20 წლის ბიჭმა შე რო ცოლი მოიყვანო, მე კარგი ხანია 20-ის აღარ ვარ, მაგრამ აი შენ მაგალითად რო დაუჯერო რა, იმ ოჯახს უნდა რჩენაც მო. დარწმუნებული ვარ შენ მაგის ფული არ გექნება და ფული რო კონდეს მენტალურად მზად არ ხარ რომ ცხოვრებაში იმდენი რაღაცა ხდება რომ ჯერ იმენა ბავშვი ხარ რა შენი მეუღლე მithumetes ბავშვი იქნება რა არ ამგონია 30 წლის ქალი მოიყვანო ცოლად ერთი მომენტი წინათაობა ირაშებოდა იზოლებული იყო ეგ აიკეთებინა იმიტომ რომ ეგ რო არ გექნა ადრეულ ასაკში ანუ რა უნდა გექნა იმოგზაურებდი შენ სიტყვას იტყოდი და დაფასდებოდა კარიერას აიწყობდი ბაზარი გავფახჩი და
განსხვავებული აზრის გამო. ხო და სხვა ცხოვრება და გვაცავდეთ რა. მე ჩემი გადმოსახედიდან ეხლა ვარ 29 წლის. მალე გავხდები რა. ჩემ შემთხვევაში მგონია რომ ცოტა ადრე რო დამეწყო რაღაცაზე ზრუნვა კარგი იქნებოდა, მაგრამ ბიჭო დაგვიანებული არაფერი არ არის. რო გავხდები 32-ის და მოხოდილი რო ვარ, ცოლიც მისტორდება, შვიდიც მინდა, ყველაფერი მინდა ვაფშე. მაგრამ ეხლა ძმაო ტრაქში ყვილი რო გახმება კაც, ანუ ცოლი კი არა, შენ თავს მიხედე რა. მე მაგრად არ გამისტორდება რომ ჩემი ოჯახი ვატილაო რაღაცეებზე და ცხოვრებაში დავჩაგრო, იმიტომ რომ თავის დროზე რაღაცას ვერ მივხვდი. როგორი კარგი ადამიანიც არ უნდა იყო, თუ ოჯახის შექმნა გინდა, მატერიალურად უნდა იყო ძლიერი და მენტალურად უნდა იყო ძლიერი. ანუ ეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა. თუ ეგ არ შეგიძლია, მაგისთვის მსაც ვაფშე არ ხარ. სიყვარულით უნდა დაოჯახდე, ანუ გარიგების დედა იდეალური ასაკი მგონია, ეთი 25-დან ზევით ბიჭი დაოჯახება. ეგეთ 25-ის, იმიტომ რომ თუ ბევრი რამე მოასწრო ადრე და ბევრი რამეს მიხვდა და უფრო სწრაფად იცხოვრა, რატომაც არა. არ ვიტყვი რომ ჩემი ასაკი იდეალურია. შეიძლება ოდნავ ადრეც ყოფილიყო რაღაც, მაგრამ არ უნდა რომ მე ჩემი ისტორია მაქვს, მე ჩემი პლუსები მაქვს, რატო გავაკეთე ის რაც გავაკეთე, ძალიან ბევრი რამე მომცა იმან. არაფერს არ უნდა რომ რა. ნებისმიერ შემთხვევაში რა, სულ 19-ის იყო, ზოგი მართლა ისეთი არის, რომ ეხა იშვიათი გამონაკლისები არიან, რომ კაცი არის, ძმაო და უკვე ცხოვრებას ტოვებს და მენა 40 წლის კაც გავს რა და უკვე ნაცხოვრები აქვს იმას. შენ ალბათ უნდა მოიყვანო სული ძმაო და თანამდროულად მოასწრო რა. შთამომავლობის დატოვება რა. ბიჭო, რა უმეტესობა ეგრე არ არის რა. თავი შენ როგორ ხედავ? შენ თუ ხედავ რომ ეგ შეიძლება ღმერთმა გაგიმარჯოს, მაგრამ ნორმალურ სიტუაციაში ეგრე არ ხდება. შენ რომ იმ წელს მოიყვანდა იმას დაუჯერე და кейფის დროს ერთად ორივეს გაგისწორდათ ის ვაიბი და აბა ბაზარი არა, შენი ხატრი წელს მოიყვანო, ხატრით მოყვანილი წოლის დედა მე. ეს ერთი. მეორე, თუ არ გიყვარს ვაფშე რატო უნდა კონდეს ურთიერთობა მე არ მესმის. და მესამე, ყველას მაგრად ზე კიდია, შენ ქორწილის მერე კარგად იქნები თუ ცუდად. ანუ არასდროს ნუ გამიგებთ, იქნებიან ადამიანები, ვინც მოგხედავენ, რა თქმა უნდა, გვერდში დაგიდგებიან, მაგრამ შენ რომ დაოჯახებული კაცი ქვია, არავის მისახედი არ უნდა იყო რა. ნორმალურ შემთხვევაში 25 წლამდე ცოლის გაგონება არ მინდოდა, მეთქი რა ცოლი ბაცადეთ რა. კი არ გულაობდი და რაღაცა ბაბან ცხოვრებაში კი არ ვიყავი. ინტერესები მქონდა, ანუ არ ვიცოდი რა მინდოდა ცხოვრებაში, რა უნდა მესწავლა. 18-დან 28 წლამდე იმდენი რამე გავიარე, ეს რო არ გამეულო, არაფერს უნდა არ ვიქნებოდი და ეხა უკვე ჯანზე ვარ. ბიჭო 26, 27, 20 დავფიქრდი მეთქი, რაღაცა მზად ვარ თითქოს რა. მოცივად მზად ვარ, მატერიალური შოვნა შემიძლია, ოჯახის რჩენა შემიძლია, დუხი მაქვს ცხოვრებაში, ვიცი რატომ აქ ისტორია მიდგას უკან ხდები, შენ თავსაც ვიცნობ გაჭირვებაში და ასე შემდეგ რა. ეხა ძალიან ჩვეულებრივ ვფიქრობ მაგას. რაღაც ელემენტები დამჩა, რომელიც რა თქმა უნდა, მოსახოდი მაქვს იმას მოხოდავ და აი გოგოს შოვნას რა უნდა მაგის დედავატირე, ეგრეც არ არის რომ სანთლით უნდა იძებო, ძალიან ბევრი კარგი ადამიანი არსებობს, თუნდაც შეგიძლია ოჯახის შექმნა და ბედნიერი ადამიანი იყო. ეხა იმ ადამიანებს რო გითხო, ვინც გეუბნება რომ აი მე რო გითხარი ცოლი მე იყვანიო გონებაში ჩარდა. არაფერი გონებაში არ ჩამოშდა რა, ერთადერთი თქვენთან გამიფუშტა ურთიერთობა, ეგ იყო. მეტი არაფერი. თუ შენ მზად არ ხარ, რომელიც არ უნდა გეცახონ ყურში აზრი არ აქვს რა, ეგ არ უნდა გააკეთო, იმიტომ რომ არ ხარ მზად. სულ რა არის ხტები სტიონის წყალსაცავში? არა, იმიტომ რომ ჩაიხჩობი შიგნით. მორჩა, როცა ცუროს ისწავლე, მე დაწინა ისქერი. შენი ცხოვრება შენგაბარია, როგორც შენ განაღლებს, ერე სხვას არ ანაღლებს რა. და კიდე ერთი კომუნისტური პოპულარული ფრაზა რა არის, რომ 25 წლის ხარ, სო მოჩა. აი ვინც 25 წლის ზევით ამთავრებს სიცოცხლეს და ეგრე ფიქრობთ, ანუ ჩემთან არანაირ საერთო არ გაქვთ, ანუ მე 25 წლიდან დავიწყე ცხოვრება რეალურად. ჩავუხმავდე, რატო ჭირდებოდათ კომუნისტებს, კომუნიზმის შემქმნელებს ადამიანში ეგეთი კოდი ჩაედოთ. შენ როცა ხარ 25 წლის, ფიზიკურად სრულფასოვანი ხარ, გაზრდილი ხარ, შინაგანად ხო ბევრი რამე იცი ცხოვრებაში, ზუსტად მაგ დროს გაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ შექმნა რაღაც ცხოვრებაში. იმან რაღაცა ჭკვიანური არ მოიფიქრო და რაღაც ღირებული არ შექმნა საზოგადოებისთვის. თვალს რო აუხელს ხვდები? და მოგახვევენ ამ ქალსმაო და კი ხარ წყნარად მომდევნო 40 წელი. გამოიყუძებ ხვდები, რომ ცოტა გვიან შეგეძლო ეგ გაკეთებინა და იქამდე ტრამპლინი აგეწია ზევით. აი იმ ადამიანებს მიმართავ, ვინც აი გევასებათ, ეგ აი ცოლი მე იყვანე, შენი კვერცხების იმედება არ გაცივდა. შენ თუ გინდა მოიყვანე ცოლი ძმაო. რავი მეორე მოიყვანე თუ ერთ კმაყოფილებს რა, ხუთი მოიყვანე. ეგ არ არის ნორმა. ანუ მე აღარ მაწუხებს უკვე მე მოგვარებული მაქვს ეგ თემა ჩემ გარშემო, მაგრამ ჩემი დამოკიდებულება გაგიზიარეთ, ვინც მისმენ და მიყურებთ. შეიძლება გითხრათ ადამიანმა ჯიგრულად, ეგ მისმის, მაგრამ ყოველ დღე თუ მაგას გაგიმეორებს, ან იმდენჯერ ამეჯერად შეგვხდება, უკვე ცოტა უხერხულია და უკვე ვთქვი ეგ რაც არის რა. ნუ ეხა არის კატეგორია, რომ სხვა პოტენციალს ვერ ხედავს. ან 25 წლის ასაკში რომ ეგრევე დაოჯახდეს, შეიძლება ძალიან მაგარი იყოს და ძალიან მაგარი მამაც იყოს, მეუღლეს და ყველაფერიც. მაგრამ არის კატეგორია, რომ 30 წლამდე არ უნდა დაოჯახდეს, იმიტომ რომ რაღაცებს აკეთებს, ისეც რომელიც სხვანაირ ტრამპლინს მიცემს ცხოვრებაში. ეგ არის როგორც ხედავ შენ ცხოვრებას, ეგრე უნდა წარმართო. მაგრამ ძირითადად ნორმალურ მდგომარეობაში მგონია რომ 25 წლამდე არ უნდა მოიყვანო არც ცოლი, არც არაფერი, იმიტომ რომ ჯერ არ ხარ მზად რაღაცებისთვის. ვისაც მოუყვანე ადრეულ ასაკში, ის ყველაზე კარგად გეტყვის, რატო არ უნდა მოიყვანო ცოლი, როცა ხარ ბავშვი. იდეაში ფიქრობ რომ შვილთა შვილს მოვესწრებიო, მაგრამ ბიჭო თუ აწამე ის შვილი და შვილი
აი რა ეგეთი ცხოვრება რა გინდა. ჯობია 10-ის მაგივრად ყავდეს 5, მაგრამ იყოს ჯამთელი, განათლებული, მოხოდილი, რა ვიცი მე. ნუ როგორ ხედავ ცხოვრებას მაგასაც ძალიან მნიშვნელობა აქვს მაგ მომენტში ხა არის კატეგორია რომ ლიჟბი ბავშვს საჭმელი მიცეს და თulis რომ ეგ არის. მაგრამ ბიჭო რავი რა თუ ეგრე ფიქრობ რავი მეთქო კარგი გამყოფოს არის ეგეთი კატეგორიაც და შეიძლება მუშაობს კარგად არ ვიცი. ჩემ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ ბავშვი მყავდეს იმ ბავშვს მოუ საჭმელიც უნდა სასმელიც უნდა ტანსაცმელიც უნდა განათლების ფულიც უნდა და სამოძრაო ფული ჭირდება რომ სოციალურად არ დაიჩაგროს და მე გვიან ასაკში კომპლექსებმა არ იჩინოს თავი არავის ჯიბში ჩადგომა არ არის აი უფრო მეტ ჩულს გავაკეთებ ანუ იმ გაკეთებულს უნდა მოვალა ხო რა ეგეთი ამბავია რასაც ვფიქრობ და რა ვიცი აბა ყველამ თავის საქმეს აიცის